ამაზე უნდა ვილაპარაკოთ ლადო რა. ბატონმა ზურამას თქვა რომ აი გვინახავს ჩვენ რაღაც ერთჯერადი კამპანიები ამ თემაზე და მე დამთავრდა. ხო და არ ვიცი, მინდა რომ ამ ჩვენ მამების დროში, მინდა რომ რაღაც თქვათ მუდმივი ხასიათი მიჩნდეს და თითო ფაქტი მაინც ნარკოტიკის მოვლენაზე კი ბატონო. დავიწყებ მაშინ. შენერდება რთვით რომ არსებობს ეგეთი მითი რომ ცხოვრებისეულ პრობლემებთან გამკლავებაში გვეხმარება ნარკოტიკი. რაც არის უკვე დასაწყისშივე სისულელე, არ მომერიდება ამ სიტყვის თქვა, იმიტომ რომ იმ ნარკოტიკმა შეიძლება წამიერად მართლა დაგავიწყოს ის პრობლემა, მაგრამ რეალურად გაცილებით დიდი პრობლემის წინაშე გაყენებს. ის პრობლემა ბუნებრივია არ მოგვარდება ამ ნარკოტიკის მიღებით, მაგრამ დიდია იმის შანსი გახდა ნარკოდამოკიდებული, რომელიც თავის მხრივ ათასობით ახალ პრობლემას გამოიწვევს. ასე რომ ეს მიდგომა რომ ნარკოტიკით პრობლემას გადავჭრით, გამორიცხულია პირიქით. უარესი ხდება რა. და კიდე ერთი არანაკლები სისულელეა გავრცელებული, რომ ერთხელ თუ გავსინჯავ, ქვეყანა არ დაიქცევა. დაიქცევა და მე როგორ, იმიტომ რომ რა ნივთიერებას იღებენ, როგორც წესი, უმეტეს შემთხვევაში, მით უმეტეს გამოუცდელებმა არ იციან. და ის არ იციან, რაც მთავარია, ორგანიზმი როგორ რეაქციას მისცემს ამ იმას და შეიძლება ფატალურად დამთავრდეს და არ ვიცი, ყველაზე დამანგრეველი რაც მე მაგიჟებს ამ თემაში არის რომ ჩვენი შვილები ხედავენ საშინელებას და ძალიან ცუდ მაგალითს იღებენ და ეს არ მინდა. ორი ბიჭი მეძდება და არ მინდა რომ აი ეს გაბრუებული ცხოვრება ნახონ როგორია, იმიტომ რომ მე მახსოვს მეზობელი ყავდა ერთ-ერთი ცნობილი ბარიგა თბილისში რა, მახსოვს მთელი ბავრო თამაშობდი წრეშიბურს და ეს რაღაც უცნაური ტიპები რომ მოდიოდნენ გული გვისკდებოდა ხოლმე რა. სახეს აღარ ვიტყვი, აღარ არის ცოცხალი, მაგრამ მთელი ეზო იყო გაკლებული, ერთ-ერთი უცნობილესი ბარიგა იყო და მთელი ბავშვობა უყურებდი ვიღაც უცნაურ ტიპებს. ჩვენი მამების ვალია ალბათ, არა მარტო მამების, დედებისაც მომელიია, რომ რაღაცა ფორმით რაც შეგვიძლია ჩვენ ხელთ არსებული ყველა საშუალებით ამ სენს, რასაც ნარკომანია გვევებრძოლოთ. თან ყველაზე ის არის, ხა ჩვენ ბავშვობაში რაღაც შესაძლებლობები იყო ძალიან ცოტა რა. მე მახსოვს, რომ აი თქვა მოგზაურობის შესაძლებლობა არ იყო, აი დღესაც ბევრს არა აქვს მაგის შესაძლებლობა, მაგას არ ვიტყვი ყველას აქვს, მაგრამ ეს უკვე ინტერნეტის გაჩენასთან ერთად იმდენი რაღაცა შეგიძლია ახალგაზრდა ადამიანმა რომ გააკეთო. მე და ჩვენ არ შეგვეძლო და მაშინ იყო ხოლმე რომ ჩემს ირგვლივ ნარკოტიკები როცა შემოვიდა ჩემს სამეგობროში და რასაც უყურებდი, ყველა ის იყო რა, სხვა რაღა ის ვისთვი იყო რაღაცნაირი თავის დამკვიდრების თუ რაღაცა და დღეს იმდენი შესაძლებლობა აქვს ახალგაზრდებს ნარკოტიკების გარდა რომ გააკეთონ, გაერთონ, რა ვიცი, იმოგზაურონ, ბევრი რაღაცა რა. ჩვენ თაობაში თუნდაც სპორტი რო ავიღოთ, შეიძლება კარგი ფეხბურთელი, კალათბურთელი, მორაგბე, ნებისმიერი სპორტის ის ყოფილიყავი, მაგრამ განვითარების საშუალება აღარ იყო. მე ჩერდევდა დღეს შეგიძლია რომ კარგი სპორტსმენი რო ხარ, უცხოეთში წახვიდე, წარმატებული კარიერა გაიკეთო და ერთი რაღაცა კიდაც მოსაწევით, კიდაც ტაბლეტით თუ რა მნიშვნელობა აქვს რაღაცით, არ დაინგრიო ცხოვრება და არ გააუბედურო სხვებიც. ზუსტად. რამდენი საოცარი ადამიანი დაღუპა, რამდენი ბიჭი მახსენდება ახლა იმ ჩემს. ძალიან ბევრ პანაშვიდზე ვარ ნამყოფი. ძალიან ბევრ პანაშვიდზე, მეც და თქვენს დარწმუნებული ვარ. ჭვიანი, განათლებული, სპორტში პერსპექტიული და აი ამან და არ მინდა რომ ჩვენმა შვილებმა იგივე გაიარონ და იქნებ რაღაცა ეშოროს, არ ვიცი.